გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ 2022 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო განკუთვნილი და გამიზნული უკრაინაში შექმნილ იმ მდგომარეობაზე, რომელიც მდგომარეობის საფუძველზეც მთელ უკრაინაში მოედო ფაშისტური იდეოლოგია. და ამ ფაშისტური იდეოლოგიის მთლიანად ეს მთელი ორგანიზებული დაჯგუფებები ავიწროვებდნენ როგორც თვითონ უკრაინის სიღრმეში რუსულენოვან მოსახლეობას, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთეს, აკრძალეს რუსული ენები. მთლიანობაში მთელი ეს უკრაინა ჩაუგდეს ხელში დასავლური სპეცსამსახურების აგენტურას და მთელი პრობლემატური საკითხები დადგა უკრაინაში არათუ მარტო ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით, არამედ თვითონ უკრაინის მოსახლეობასთან მიმართებაში. უკრაინის მოსახლეობა, რომელი უკრაინის მოსახლეობაც ფაქტიურად დარჩა უფუნქციოდ და მათი მდგომარეობა აღმოჩნდა ძალიან სავალალო. შესაბამისად, არაერთი შეთავაზება ქონა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და არაერთი მოთხოვნები გაუგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, დოკუმენტიც კი შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში არ განლაგებულიყო არც ნატოს ქვედანაყოფები, არც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფები და მთლიანად შექმნილი სიტუაცია, რომელიც შექმნილი სიტუაცია საფრთხეს უქმნიდა რუსეთის საზღვრებს, ეს განეიტრალებულიყო. ნეიტრალიტეტის შეთავაზეს. მოკლედ მთელი რიგი საკითხები იყო, რომლის საფუძველზეც თუ კი გაითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, დღეს უკრაინა გადარჩებოდა და უკრაინაში არ იქნებოდა არც ომი და არც ის მსხვერპლი, რაც დღეს მიიღო უკრაინის მოსახლეობამ. ახლა გამოდიან და ადანაშაულებენ, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის ბრალიო და რუსეთის კისერზეო და რუსეთი არის რომ მთლიანად ყველაფრის თავი შემოქმედიო და მოკლედ ეს პიარი, რომელი პიარიც იყო პირდაპირ საწინააღმდეგოდ, რუსეთის საწინააღმდეგოდ. თუ დღეს რამე ხდება უკრაინაში, მეგობრებო და თუ რაღაც პრობლემები არის დღეს უკრაინაში და თუ დღეს უკრაინელი ხალხი იდევნება და უკრაინაში დაღუპულია თითქმის მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, იქ ცალკე საკითხი არის მოქალაქეები და სხვა დანარჩენი კიდევ ადამიანები, ეს არის ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კისერზე. რადგან მათი ორგანიზები დაიწყო და მათმა აგენტურამ შეუწყო ხელი აი ამ საომარი მოქმედებების განხორციელებას უკრაინაში. ექსპერტები, ანალიტიკოსები გამოდიოდნენ ჩვენთან საქართველოში, მათ შორის საქართველოს ფარგლებგალეთ და ესე იგი ისეთ დასკვნებს დებდნენ და ისეთ ანალიზებს აკეთებდნენ, რომ ალბათ თქვენი ყალბი დაგიდგებოდა რა. მე ახლა მინდა შემოგთავაზოთ და ნახოთ კადრები იმ ექსპერტების და იმ ანალიტიკოსების, რომლებიც 2022 წლიდან თუნდაც დღემდე გამოდიან და გამოდიოდნენ და რა შეფასებებს აკეთებდნენ და რა ანალიზებს და რა დასკვნებს დებდნენ და ხოთ მოусმინოთ ამ ექსპერტებს და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები აი ამ ექსპერტებთან მიმართებაში. ყველაფერი დღეს ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება. აგებს ეს რუსეთი, ქოცებო, აგებს რუსეთი, აგებს, მარცხდება. თქვენ უბედურებო. როგორ მარცხდება, იცით პუტინი? ფსკერამდე მარცხდება. აი ფსკერზე ჩავხედავთ და იქ დავინახავთ. უკრაინასთან ომს უკვე ცხადად აგებს. რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს. ყველამ უნდა იცოდეს, მეგობრებო, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. რუსეთის ფედერაცია მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება. პირადად პუტინი და რუსეთი ამ ისტორიულ ომში მარცხდება და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. ფაქტია, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მომავალთან. ეს იქნება რუსეთისთვის ჩემი აზრით უფრო მომგებიანი, იმიტომ რომ ის ისედაც მარცხდება და ამ შემთხვევაში ის მარცხდება უკრაინასთან. უკრაინა დღეს არის ნომერ პირველი ევროპაში სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფო, რომელიც ამარცხებს აი მონსტრს.
რუსულ აი ამ ბორდას მეომრებიც როგორც აღმოჩნდა ვერ არიან რა ბიჭები რა და არ უნდა გვეშილოდეს რუსეთის იმიტომ რომ რუსეთი მარცხდება რუსეთი ეგუება რომ მარცხდება უბრალოდ რაღაც ბოლო გაფართხალებებს აკეთებს რუსეთი უკრაინაში ეხა აგებს ომს რუსეთი აგებს ომს ძიმედ არა კეთილსინდისიერება იყო რომ ჩვენ რაღაც სახით ვაიძულეთ ხალხს დაეჯერებინათ რომ უკრაინა რუსეთთან ომში არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ გაანადგურებს კიდეც და 2014 წლამდე ვითარებას დააბრუნებდა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი. ყველაზე რთული დღემდე. მოკლედ ეხლა მე რა მინდა გითხრათ. ჩვენ მოусმინეთ ეხლა ამ ექსპერტებს. მოусმინეთ გუშინდელ განცხადებას ზელენსკისაც, რაც ეხლა ჩვენ ამ ვიდეოში ვნახეთ. ეხლა ეს პრობლემა მარტო საქართველოში კი არ იყო და არის. აი ეს ანალიტიკოსები და ექსპერტები. აი ესენი არიან ის პოლიტიკური ელიტა და სამხედრო ელიტა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო ხელისუფლებაში. და მართავდნენ ქვეყანას. თქვენ წარმოვიდგინეთ ეხლა რა დონის და რა აზროვნების ექსპერტები ყავს საქართველოს ამათი სახით. და არათუ მარტო საქართველოს, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებიდან, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა ევროკავშირის ექსპერტებიდან და კიდევ სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. რომ ვითომ უკვე всё მორჩა, დამთავრდა რუსეთი დაინგრა, დაიქცა და წააგო რუსეთმა ომი და უკვე უკრაინა მოიგო ეს ომი და კრემლში უკვე უკრაინა დროშა ფრიალებს. აი ამას აკეთებდნენ მეგობრებო ესენი. მაგრამ არ იფიქროთ რომ ესენი ამას პირდაპირ თავისი აზროვნებიდან გამომდინარე ეკეთებდნენ და თავისი დაწერილ ტექსტებს კითხულობდნენ. არა, პირდაპირ ვთქვათ, მოდი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. ყველანი. ამ ადამიანების კისერზე არის. ასეთი მსგავსი ექსპერტების კისერზე არის. ის სისხლი და უბედურება, რაც უკრაინაში დაიწყო და რაც უკრაინაში მოხდა. ესენი არიან გაყიდულები. მათ ფული გადაუხადეს, ტექსტები დაუწერეს და ამ ტექსტების საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს და ისეთ ანალიზებს, ისეთ დასკვნებს დებდნენ, რომ პირდაპირ ამათი ინიციატივით და ასეთი ექსპერტების ინიციატივით და ასეთი ანალიტიკოსების ინიციატივით დაიწყო უკრაინაში მდგომარეობა, რა მდგომარეობაში დღეს უკრაინა იმყოფება. ამიტომ მარტო ზელენსკიმ და მისმა განრეონსამ კი არ უნდა ააგოს პასუხი უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე. აი ამ იდეოლოგიისა და ამ ანალიზისა და ამ დასკვნების ვატარებელმა ადამიანებმა, რომლებმაც ახლა აგერ პირდაპირ ჩვენ ვიხილეთ რასაბო კაცო თურმე დამთავრდა მოიგო უკრაინა ომი, დამთავრდა რუსეთი, დაიშალა, ჩამოიშალა და გამარჯვების დროშას აფრიალებენ. მეგობრებო, ეს პროპაგანდა, რომელიც პროპაგანდასაც ესენი ეწევიან, ეს იგივე არის, რომ იარაღი აიღო და ესრულ ადამიანს და მოკლა. იგივეა. და მეტიც უარესიც არის, კიდო პროპაგანდას უფრო მეტი ის შეუძლია გამოიწვიოს მთელ სოფლიოში უკუქცევა და უკუსვლა, ვიდრე ამ იარაღით რაღაც ჟღარუნს, ხო? თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული და დადგება დრო, როდესმე რომ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ აღიძრეს სისხლის, სამართლის საქმე და პასუხისგებაში იქნეს სულ მიცემული, რომლებმაც ხელი შეუწყო სწორედ ომის ესკალაციას და ხელი შეუწყო იმ სისხლის ზღვრას და იმ უბედურებას, ამ ადამიანებმაც უნდა აგონ პასუხი. იმიტომ რომ პირველი პროპაგანდისტები ესენი არიან და ესენი იყვნენ საქართველოში. და საქართველოს მოსახლეობას იმ დონეზე მოუწამლეს ტვინი და იმ დონეზე დაიყვანეს, რომ ამათ ამ ექსპერტებივით ჭიკჭიკებდნენ ისინი და გაივლიდი ქუჩებში, ვერ დახავდი ადგილსადმეც უკრაინის დროშა არ ყოფილიყო, ჩამოგისა აფრიალებული და ავტომობილები და რა ვიცი, ყველგან გადაყვითლებული იყო თელი საქართველო. და ეს ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ასე თავის ჭკუაზე აპამპულავეს და ატარეს და კლიანობაში აზროვნება შეუცვალეს და ტვინი გადაუბრუნეს, ამათმა გააკეთეს ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი, ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ დანაშაულებებზე, უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე და ჩვენ განვიხილავთ იმ მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს, რაც
ხდება უკრაინაში დღეს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი შვაგი ლუსვანაშვილი. ბატონი შვაგი, მოგესალმებით. მადლობთ რომ მომზადეთ სტუდიაში ჩვენთან და მოხარული ვარ რომ დღეს თქვენ ამ საკითხზე ისაუბრებთ, იმიტომ რომ თქვენზე უკეთესად ეს საკითხი არავინ არ იცის, ვიდრე თქვენ. მით უმეტეს თქვენ ყოველთვის როდესაც საუბრობთ ამ საკითხის ირგვლივ ზუსტად ამბობთ იმას, რაც დაუშვათ მოვლენებს წინ უსწრებს, მაგრამ ზუსტ ანალიზს და ზუსტ დაწვრთნას ვდებთ. ბატონო შვაგი, ეხლა ამ ბოლო დროს უკვე ღიად დაიწყეს უკვე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს რაც ხდება უკრაინაში, ყოფილა დიდი შეცდომა და თანაც ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ, მთელი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ ახლა ცოტა გვერდზე გადგა, თავიდან მთლიანად ჩართული იყო ამ პროცესებში და მთავარი სკრიპკა ის იყო და მთავარი შემოქმედი ის იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ეხლა ცდილობენ რომ როგორმე რაღაცნაირად გამოძღვენ ამ სიტუაციიდან. მაგრამ აქ არის მთავარი და მთავარი. უკრაინელი ხალხი, რომელიც შესწირეს ამ თავიანთ ბინძურ გეგმას. უკრაინელი ხალხი, რომელიც გააუბედურეს. მთელი ეს თანხები, მილიარდები, რომლებიც მოდიოდა ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და შემდგომ ატკატები კეთდებოდა. მარტო ზელენსკი ამას არ იდება ჯიბეში. ის მიდიოდა იქით ევროკავშირში. უკან ბრუნდებოდა, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა? ნუ რაღაც ნაბიჯები გადაედგა, ხო? რაღაცეები გამოჩნდა ამ კორუფციული სქემის. დაიჯებიან ესენი თუ რამე რაღაც ტიპის გარიგება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ამ დოკუმენტზე ხელი მოეწერება, შესაბამისად ეს დანარჩენი ის პრობლემატური საკითხი, რაც ასე კორუფციული, თანაც საერთაშორისო დონეზე კორუფციული სქემა მიიჩვენება და ამით დამთავრდება ყველაფერი. და საინტერესო კითხვა არის, გამარჯობათ პატრიოტულ ტელემაყურებელო. ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება უკრაინის გარშემო. ჩვენ ვხედავთ, რომ ესე იგი უკვე გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა უკრაინის საკითხის დარეგულირების 28 პუნქტიანი პროექტი, რომელიც გადაეგზავნა კიევში, გადაეგზავნა მოსკოვში და ევროპის სახელმწიფო უკვე გასაჯაროვდა. მაგრამ მე ამაზე ახლა მინდა ცოტა ის სიუჟეტი რომ გავიდა, იმაზე ბატონო ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამე, რა თქმა უნდა, კადრები და ისტორია ყველაფერს ინახავს. და ახლა დღევანდელი გადასახედიდან ეს არის ძალიან, არ ვიცი, ხშირად ხარავ ხოლმე მე პოლიტიკურ იდიოტიზმს. ასეთ ტერმინს. რა თქმა უნდა, მეც ვერაფერს პოლიტიკურ იდიოტიზმს, რა თქმა უნდა. როდესაც ესე იგი შენი სახელმწიფოს ინტერესების გაუთვალისწინების გარეშე საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები და საზოგადოებისათვის საჯარო ცნობილი პიროვნებები, პატივსაცემი პიროვნებები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არის ძალიან სამწუხარო და ასეთი ეს უკვე ჩვენთან დიდი ხანია, უკვე 30 წელზე მეტია, რაც ასე არის. და ეს უნდა დამთავრდეს, პატრიოტულ ტელემაყურებლებო, ქართველებო. ჩვენი ყველა ესე იგი მოქმედებები, აი ასეთი საჯარო, ესე იგი ადამიანების, საჯარო პერსონების მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა კეთდებოდეს ყველა საჯარო განცხადებები და უნდა არწმუნებდნენ საქართველოს მოსახლეობას იმაში, რომ ეს არის ჩვენი ესა თუ ის საკითხი არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ეს კიდევ დღესაც გრძელდება და ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ შეცდომაში, ძალიან დიდ ილუზიებში და ფანტაზიებში და რაღაც ფანტომებში ამყოფებენ აი ასეთი წარმოდგენილი, ესე იგი ხალხი, საზოგადოებრივი მოღვაწეები თუ პოლიტიკური მოღვაწეები ამყოფებენ ჩვენ საზოგადოებას ძალიან დიდ ილუზიებში. მათ ეს ილუზიები ჩაუნერგეს და ამ ილუზიებში და ამ რაღაც ფანტომურ ესე იგი სატყვარებში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და რომელიც შემდეგ გამოვიდა ჩვენი მოსახლეობა არის ორიენტირებული და დაკარგული. საერთოდ ესე იგი არ იციან უკვე რა ხდება
ჩვენ სირგლე გარემოში რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, ესე იგი, რომელიც ჩანს ზედაპირზე და რომელიც დაბლა არის კიდევ დამალული აისბერგის დაბლა რა პროცესების მიდის. აი ამაზე ყველაფერ ჩვენი საზოგადო აზროვნება, საზოგადოების აზროვნება არის ძალიან დაბალ დონეზე და ესე იგი, ემსახურება ჩვენი საქართველოს მტრების შინაური თუ გარეული მტრების სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტების ინტერესებს და ამას მოაქვს ძალიან დიდი შემდეგ გულგატეხილობა, გულდაწყვეტა და ასე შემდეგ. როდესაც უკვე ურემი რო გადაბრუნდება და მერე გამოჩნდება გზა, მერე ძალიან მტკივნეული არის ის პროცესი, რომელსაც საზოგადოება ქართველი კაცი მიიღებს. ამიტომ ასეთი კადრები ძალიან სამწუხაროა. არ არსებობს არავითარი კანონზომიერება იმისა, პატივისცემულო ქართველებო, თანამემამულეებო, რომ დასავლეთისა და რუსეთის საუკუნეობრივი დაპირისპირება დამთავრდეს რუსეთის დამარცხებით. არ არსებობს არავითარი საფუძველი. დღეს გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და რამ განაცხადა მან განაცხადა არავითარი ფული, არავითარი შეიარაღება, არავითარი სანქციები არ არის გამარჯვების მომტანი. ვინც ამას აკეთებს, ეს არის ძალიან დიდი ფანტაზიები. ვინც ამას ასე იგი პედალირებს ამ საკითხს, ეს არის ძალიან დიდი ფანტაზია. და ის პოლიტიკოსებიო, რომლებიც არიან ამ ფანტაზიებშიო, ისინი ვერასდროს ესე იგი მიაღწევენ ვერ მშვიდობას სოფლიოშიო და ესე მიმართულება კონკრეტულად უკრაინის მიმართულებაში, უკრაინის საკითხზე. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა იქნება ყველა გადახედოთ, საღი აზრით შეხედოთ ყველა მოვლენებს, რომელიც ჩვენ თავს გადაგვხვდა, ახლა მიმდინარეობს და ხვალაც იქნება. საღი აზრი, პრაგმატიული აზროვნება ჩაიგდოს. არ გვინდა ჩვენ ემოციური და ვიღაცების შემოგდებული თემებისა და შემოგდებული საკითხების აი ასე სპონტანურად ხელში რომ აღიტაცო და აი იმაში ჩაეფლოთ. ეს ჩვენ ქართველ კაცს ეს არ ეკადრება. ქართველი კაცი ყოველთვის იყო გონიერი, ყოველთვის იყო დიპლომატი, ჩვენი ისტორიული მანძილზე ჩვენს შესახებ, ჩვენი წინაპრების შესახებ უცხოელები ყოველთვის აღნიშნავდნენ ქართველთა შემართებას, ქართველთა გონიერებას და ქართველთა პროგრესულობას, რომლებიც არასდროს ძალიან ძნელი იყო მათი, ესე იგი, დაყაბულება სხვადასხვა რაღაც საკითხებზე, რომლებიც უცხოელებიდან მოდიოდნენ, ძალიან ძნელი იყო. აი ამას აღნიშნავენ, ეს ჩვენი ისტორიულ ამ 3000 წლის მანძილზე სულ ეს მოგვსდევს ჩვენ. და დღეს ახლა ძალიან როდესაც ასეთი პროგრესი მიდის მთელ სოფლიოში, მთელი ინფორმაციის წყაროები ჯიბეში გვაქვს. ტელეფონით ყველაფერი შეიძლება რომ გაიგო. შეაჯამეთ ერთი ინფორმაცია, მეორე ინფორმაცია, მესამე და სურათი ნათელი და გაგიხდებათ. და მართლა სირცხვილი არის დღეს რომ აი ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე ჩვენ რომ საუბრობდეთ. ჩვენ პირიქით უნდა ვსაუბრობდეთ საქართველოს გაერთიანებაზე, საქართველოს წინსვლაზე, პროგრესზე, ქართველი ხალხის ერთობაზე უნდა ვსაუბრობდეთ. უნდა აღვადგინოთ ის პატრიოტიზმი, რომელიც ქართველებმა დავკარგეთ, რომელიც ჩვენ გქონდა პატრიოტიზმი. აი ამის შესახებ უნდა ვსაუბრობდეთ და დღეს ჩვენ იზოლებული ვართ, ვისაუბროთ იმაზე, რომ 2-ს მივუმატოთ 2 არის 4. აი ეს ძალიან ის არის და ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ ყველას მოვლენას, ყველა აი ესე საჯარო გამოსვლები რომ არის ახლა შეხედეთ ძალიან კრიტიკული თვალით და საღი აზრით. ეს ახლა ჩემი გულისწყივლე გამოთქვი იმ კადრების გამო რომელიც ახლა ჩვენ ვიხილეთ და რა ძილი ესე იგი რამხელა გულდასაწყვეტი არის ეს ახედა და ეს კიდევ მეტი გულდასაწყვეტი იქნება როდესაც უკრაინის კონფლიქტი დამთავრდება მერე იქნება ძალიან დიდი გულდასაწყვეტი ჩვენ ახლა მოდი შევეხოთ ამ ზელენსკის ახლა უკრაინას ესე იგი რა მოხდა ახლა ესე იგი დიდი მუშაობა ჩვენ ვიცით რომ დიდი მუშაობა მიდის ესე იგი კრემლსა და ვაშინგტონს შორის უკვე ალიანსის შემდეგ ძალიან დიდი მუშაობა მიდის იმის შესახებ რომ უკრაინის კონფლიქტი დამთავრდეს როგორც საჭიროა ისე და ესე იგი მოხდეს განსაზღვრული შეთანხმებები ეს შეთანხმებები ამის შეთანხმებების ძალიან დიდი მოწინააღმდეგე ძალები არიან ის ძალები რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს
უკრაინის ჩვენ წინა გადაცემაში აღვნიშნავთ, რომ უკრაინის დამოუკიდებელი უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პროექტი იყო მიმართული ამერიკის შეერთებული შტატების თამადობით დასავლეთმა ძალებმა, ესე იგი განიზრახეს ანტირუსეთის პროგრამა, პრო-რუსეთის წინააღმდეგ, ესე იგი უკრაინის გამოყენება. ნაღმი ჩადეს რუსეთის წინააღმდეგ. მთლიანად ეს ეგრეთ წოდებული ნეზალეჟნე უკრაინის პროექტი არის ანტირუსული პროექტი. და ეს უკრაინის მესამე რესპუბლიკა ახლანდელი და მესამე რესპუბლიკა აი ამ პროექტის სულდგმულობდა. მთელი მისი პრეზიდენტები, მთელი მისი ელიტა ესე იგი იყვნენ დამოუკიდებელი, დაპროგრამებული ანტირუსული პოლიტიკის გატარებაზე. ამას ემსახურებოდა მთელი სახელმწიფო წყობა, მთელი შინაგანი სახელმწიფო მოწყობა, მთელი საზოგადოებრივი აზრის მოწყობა, აზრის განვითარება, ჩანერგვა და ესე იგი ახალგაზრდობის გამოსვლა ანტირუსული იდეოლოგიის საფუძვლებზე. ამ ანტირუსულმა იდეოლოგიამ მოიტანა მთლიანად საბჭოთა სიმბოლების გაუქმება და დასავლური ეგრეთ წოდებული ბანდერელების, უკრაინელების დომინაცია მთელი სახელმწიფოს მმართველობაზე. და აი ამ ეგრეთ წოდებული ბანდერასა და შუხევიჩის, რომლებიც იყვნენ ფაშისტების, ნაცისტების, მეორე მსოფლიო ომში იყვნენ ფაშისტების და ნაცისტების დამკაშები, მათი იდეოლოგია განავრცეს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. მე ახლა შეგახსენებთ ერთ უბრალო ფაქტს, ეს როგორ მოხდა. 2000 ჩვენ ვიცით რომ უკრაინა ევროკავშირში მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები უკრაინას ამზადებდნენ ევროკავშირში შესასვლელად. და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩი თავის დროზე, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, დიდ მუშაობას აკეთებდა, რომ მთელი სახელმწიფო ორგანოები, მთელი ეკონომიკა გადასულიყო მთლიანად და სოციალური პოლიტიკა გადასულიყო ევროკავშირის სტანდარტებზე. ეს იყო მთელი სახელმწიფო ორგანოები ემსახურებოდნენ ამას და უკრაინის ესე იგი მმართველობის სისტემა, ეკონომიკური სისტემა ნელ-ნელა გადაჰყავდათ ესე იგი ევროკავშირის სტანდარტებზე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის ნოემბერში გაიმართა სამიტი, ევროკავშირის სამიტი ვილნიუსში. იქ ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენი ეკონომიკის უკრაინის შესასვლელად ევროკავშირში საჭირო არის უკრაინის ეკონომიკის გადამზადება ევროკავშირის სტანდარტებზე. მისი გადაიარაღება თანამედროვე დონეზე, რომ კონკურენტული გახდეს ევროკავშირში უკრაინის ეკონომიკა. ამისათვის მან მოითხოვა ამ გადაიარაღებისათვის და ახალი იმისათვის მან მოითხოვა 150 მილიარდი евро. 150 მილიარდი евро. ამისათვის მას უარი უთხრეს მაშინ მას და ვილნიუსიდანაც უკვე ჩამოსული არ იყო იანუკოვიჩი, მოუწყვეს მაიდანი, გადატრიალება ამ ევროკავშირის და დასავლეთის ძალებმა მოუწყვეს ფერადი რევოლუცია, ეგრეთ წოდებული მაიდანი და სამი თვის მანძილზე ეს კაცი გადააგდეს ხელისუფლებიდან შეერაღებული გზით და მათ მოიყვანეს თავიანთი აგენტურა ხელისუფლებაში, რომლებსაც მაშინვე გამოუყვეს 250-300 მილიარდი დოლარი უკრაინის ეკონომიკის რეფორმისათვის კი არა, მისი ეკონომიკის გასაერთებლად კი არა, რუსეთთან საბრძოლველად. ეს მოხდა 2014 წლის დასაწყისში. ბატონო შმაგი, აი ჩვენ შეხვედრით ახლა როგორ მოხდა ეს? არა, ეს ახლა ჩვენ აი ბოლო დროინდელ განვითარებულ მოვლენებს შევეხოთ. ბოლო დროინდელ განვითარებულ. ახლა რა ხდება? შეხედე, აი ზელენსკის მიმართებაში მინდა. მე თქვენს გაეცადეთ ზელენსკის განცხადებას და ამის გარდა კიდევ რაღაც გარკვეული მინიშნებები გააკეთა ზელენსკიმ თავის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სადღაც ხელს იშვერს იქით ევროკავშირის ლიდერებისკენ. ხო. აი რამდენად ესე იგი ზელენსკი უკვე აშანტაჟებს იმათ თუ რამდენად ეს არის იმის მანიშნებელი იმათთან დაკავშირებით მე თუ თქვენ გამწირავთ თქვენს გაგწირავთ. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ამაზე ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ 10 ესე იგი ნოემბერს უკრაინაში დიდი პოლიტიკური სკანდალი გასაჯაროვდა, სკანდალი დაეწყო. ეს არის უკრაინის მაღალი ჩინოსნების კორუფციულ სკანდალში, კორუფციულ სქემებში და ესე იგი ფულის გათეთრების მითვისებაში, ესე იგი ატეხილი სკანდალი. ეს სკანდალი რას ეხებოდა? თქვენ კარგად იცით რომ სადღაც 2 თვის უკან უკრაინაში არის ძალიან ესე იგი განვითარებული ანტიკორუფციული ბიუროები უკრაინაში არის
და ერთ-ერთი ანტიკორუფციული უკვე სახელმწიფო ბიურო, რომელიც არის მთლიანად კონტროლირებადი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ, ესე იგი, აი ამ ბიურომ თავისი საქმიანობით მიიპყრო ყურადღება ზელენსკიმ და ზელენსკი გამოვიდა და 2 თვის უკან მოითხოვა ამ ანტიკორუფციული ბიუროს დახურვის წინადადებით გამოვიდა. 2 თვის უკან დაახურეს, თუ გახსოვებათ. ამის გულზე ვინც ამის უკან დგას ორგანიზატორებმა მოაწყვეს ძალიან დიდი მრავალათასიანი მიტინგი, დემონსტრაციები კიევში და მრავალდღიანი მიტინგი მოაწყვეს და ამის საწინააღმდეგოდ ამ უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის პრეზიდენტის ბრძანების საწინააღმდეგოდ და ზელენსკი იძულებული გახდა უკან დაიხიათ ეს ბრძანება უკან გაეტანა. და დღეს აი 2 თვის განმავლობაში თურმე იქ მიდიოდა ძალიან დიდი მუშაობა ამ ხნის განმავლობაში უფრო ადრეც და რატომაც უნდა მას თურმე გაფორმება და ესე იგი ამის გაუქმება და ატყდა ძალიან დიდი გასაჯაროვდა ამ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შედეგები. საქმიანობა. აქ თურმე მთელი უკრაინის ელიტა, ზელენსკის მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია არიან, ესე გარეული არიან ამ სკანდალებში და არის ძალიან დიდი ფულის მითვისების ფაქტები დადგენილი. მისი მარჯვენა ხელია, ეგ ბავშვობის მისი მეგობარი, კვარტალი 95 მისი, ესე იგი, რომ იყო მისი გუნდი, ესე იგი, კომიკური გუნდი, საკლოუნე ჯგუფი, კლოუნთა ჯგუფი რომ იყო კვარტალი 95-ის თან ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ზელენსკის მეგობარი თემური მინდიჩი და მისი მეგობარი ცუკერმანი მათ დაბრალდათ რომ $100 მილიონი ამ ორმა ადამიანმა ესე იგი მოპარა უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას, რომლებიც იყო დასავლეთიდან მიღებული უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაში ჩასადებად და $100 მილიონი მოიპარეს თურმე ამ ორ და ეს ატყდა ამაზე ძალიან დიდი სკანდალი და ეს არის თუნდაც ზელენსკი. ატყდა ძალიან დიდი სკანდალი, ყოფილი ვიცე-პრემიერი იქნა დაპატიმრებული, მისი ყველა მრჩევლები ვინც იყვნენ არიან დაპატიმრებული და აი წინა დღეს დაპატიმრების წინა დღეს ამ ორმა ადამიანმა მინდიჩმა და ცუკერმანმა მოახერხეს, ესე იგი წავიდნენ ისინი პოლონეთის გზით, წავიდნენ ისრაელში. ამ სკანდალმა მიიღო ჟურნალისტებმა დაარქვეს მინდიჩ გეიტის სახელი. ამ მინდიჩ გეიტის ამან ძალიან, ესე იგი, მოცული არის მთელი ახლანდელი ხელისუფლება. მთელი ახლანდელი მაღალი, ესე იგი, უკრაინის მაღალი დონის ხელისუფლება. ახლა უთითებენ, რომ მიდის პირდაპირ, ესე იგი, საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელს პირდაპირ, ესე იგი, მაგას უთითებენ, რომ ეს უნდა, ესე იგი, ეს კაციც უნდა ერმაკი, გვარად ერმაკი, ეს არისო ამის თანამფლობელი. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის? ესე იგი, ჩანაწერები, რომლებიც ეს გამოაქვეყნა, ჩანაწერები მიმდინარეობდა ეს ყველაფერი გარიგებები, რომელიც ხდებოდა ეს კორუფციული გარიგებები თურმე, ხდებოდა რუსეთის პარლამენტის დეპუტატი დერკაჩის ოფისში კიევში. თქვენ წარმოედგინეთ. ესე იგი, დერკაჩი იყო უკრაინის პოლიტიკოსი და რომლებიც ამ ამის მოვლენების შემდეგ წავიდა რუსეთში, იქ არის ახლა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და მის ოფისში, ესე იგი, ზელენსკის გუნდი განიხილავს კორუფციულ საქმიანობას. ეს არის ძალიან დიდი, ესე იგი, მანიშნებელი იმისა, რომ ესე იგი, რა დონეზე და ესე იგი, როგორი ესე იგი მოტყუება და როგორი მიდის საზოგადოების მოტყუება, ესე იგი ამ ახლანდელი ელიტის მიერ. შემდეგ აი ეს ახლა ამან ძალიან დიდი პოლიტიკური დარტყმა მიაყენა იმის, მისი რეიტინგი, ზელენსკის რეიტინგი არის ძალიან დაცემული ახლა ამის შესახებ და მოსახლეობა უკვე ნელ-ნელა თვალი აეხილა. იქ პარლამენტში უკვე არიან ოპოზიციონერები, თქვენ გეხსოვენებათ იულია ტიმოშენკო, ძველი პოლიტიკოსი, მას მიემხრო იულია ტიმოშენკოს მიემხრო აგრეთვე ყოფილი პრეზიდენტი პარაშენკო, რომელიც ესე იგი ითხოვს მთლიანად ესე იგი გაწმენდას ამ ესე იგი ამ კორუფციული სხემების ავტორებისაგან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვას და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას. უკვე იულია ტიმოშენკომ ძალიან დიდი პრინციპული იმით მოთხოვნებით გამოდის და მას უკვე მიიღრნენ განსაზღვრული დეპუტატები უკრაინის პარლამენტში. და ამიტომ აი ეს და არის კიდევ ასეთი აზრი, ახლა ძალიან ბევრს წერენ ამის შესახებ და ბევრი მიმოხილველი იმას აღნიშნავენ, რომ
ესე იგი, რადგანაც ზელენსკიმ გამოიჩინა ძალიან დიდი ესე იგი ჯიუტობა ჭალებში, რომ ესე იგი დადებულიყო ხელშეკრულება უკრაინის შესახებ რუსეთსა და ამერიკას შორის, თავისი ინგლისელი და ევროკავშირელი, ევროპელი ესე იგი კურატორებისაგან მან დაიწყო ძალიან დიდი ჯიუტობა, ამიტომ ამერიკელებმა ვითომ ეს აუგორეს ეს სკანდალი. აი ასეთი სკანდალი ვითომ მოუწევს უფრო მეტი რომ იყოს. ვითომ მოიგონეს. ხო, ვითომ აი ასე. მაგრამ ახლა თქვენ სწორად ბრძანეთ, გუშინდელი გამოსვლა გუშინ მიმართვა გააკეთა ზელენსკიმ მიმართა უკრაინელ ხალხს, სადაც მან აღიარა, რომ ძალიან დიდი მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას მოუწევს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ესე იგი ზამთარი გვიახლოვდებაო, თვითონ ასე აღნიშნა. და ამიტომ ვითომ ეს არის მოწყობილი და პირდაპირ თქვა მან რომ თურმე შეუძლებელი ყოფილაო რუსეთთან ახლა მან რაღაც დიპლომატიური თქმა თურმე შეუძლებელი ყოფილა რუსეთთან ომიო და მან პირდაპირ თქვა ყოს დიდი შეცდომა ყოფილა რომ ჩვენ რუსეთთან ომი დავიწყეთო აი ეს ამას ამბობს უკვე ის რაღაც დიპლომატიური ენაზე რაღაცა საუბრობს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ნიშნავს ეს ყველაფერი კაცო და ეხლა რომ დახოცა მთელი უკრაინა გაანადგურა ამდენი ადამიანები ტოლილად აქცია მიწაზე გაასწორა ყველაფერი და მთლიანობაში ესე იგი გაანადგურა და გააქრო უკრაინა ეხლა არის შეცდომა ეს ყველაფერი და ეხლა ცდილობს გამოზრომას ამ სიტუაციიდან და გადაიჭროს თავი და რამდენად შესაძლებელი არის ეგეთი გამოზრომა სიტუაციიდან ეს ამას რო ეს აღნიშნავს ეს უკვე არის თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ეს უკვე აქედან უკვე არის მცდელობა ესე იგი ორმხრივი შანტაჟი მიდის ჩვენ რომ ესე იგი საგამოწმო ორმხრივი შანტაჟი მიდის ესე იგი დასავლეთი მაგას უკვე ეუბნება რომ უკვე ესე იგი ახალი ხელისუფლება არჩევნებია გასაკეთებელი ეს ებჟაუჭება ხელისუფლებას რომ ასეთი დიდი კორუფციული და დიდი ფინანსური ნაკადები ხელიდან არ გაუშვას და მის ესე იგი მის უკან ვინც არის ეს ევროპელი კურატორები, იმიტომ რომ ეს დიდი ფული, რომლებიც ევროპელი ესე იგი გადაფრთელებისაგან მოდიოდა უკრაინაში, თავისი ესე იგი ატკატებით ბრუნდებოდა უკან. განსაზღვრულად ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ამიტომ ძალიან დიდი ბრძოლა მიდის ახლა ამის შესახებ. როგორ იქნება, მაგრამ მე მგონია ყველა ესე იგი დიდი ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ აი ეს პუნქტი, რომელიც ტრამპმა გუშინ წარადგინა 28 პუნქტიანი პუნქტი, რომელშიც მთავარ ესე იგი თეზისებს გეტყვით რა არის. მთავარი თეზისები არის ის, რომ ესე იგი რუსეთს დარჩება ოფიციალურად ესე იგი მთელი საერთაშორისო აღიარება მოყვება ყირიმი და დონბასი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ესე იგი ეკუთვნის რუსეთს. ფრონტის ხაზი გაჩერდება იქ სადაც ახლა არის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში და ესე იგი უკრაინის არმია აუცილებელი 5%-ია დაახლოებით ტერიტორია, რომ დონბასის ტერიტორია, რომელიც უკავიათ უკრაინელებს, რომ ეს ტერიტორია დატოვონ უკრაინის ჯარებმა. შემდეგ უკრაინას უნდა ესე იგი 100 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ახალი არჩევნები უკრაინაში და ამ ახალმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოხდეს 100 დღის განმავლობაში და ახალი ხელისუფლებას შემდეგ ეკისრება ესე იგი შემდეგი ვალდებულებები. ესე იგი უკრაინის შეერაღებული ძალების ოდენობა განისაზღვრება 500,000 კაცის ოდენობით. არავითარი ნატოში შესვლა უკრაინა არ მიიღებს, ეს უკვე პასუხისმგებლობის აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ნატოს გზა უკრაინის დაიკეტა. სამუდამოდ არის დაკეტა, ზუსტად ასე არის აღნიშნული, არავითარი ისა. უკრაინაში დაბრუნდება რუსული ენა, რომელზედაც სადღაც 60-70% საუბრობდა უკრაინაში, რომელიც იყო შეზღუდული, მთლიანად შეზღუდეს და ესე იგი რუსიფიკატურული პოლიტიკა, ესე იგი ანტირუსული პოლიტიკის გაატარეს ათეული წლის მანძილზე, ეს ყველაფერი უკან დაბრუნდება. რუსულ ენას მიენიჭება თავისი სახელმწიფო სტატუსი, რუსული ენა იქნება ეკლესია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ახლა არის დარბეული და მთლიანად ესე იგი ამ ნაცისტებისა და ფაშისტების ესე იგი შთაუმავლება მთლიანად დაარბეს, აღსდგება თავის ესე იგი ნორმალურ ფუნქციონირებაში და მოემსახურება ხალხს და კიევის პეჩორის ლავრა დაუბრუნდება უკრაინის მართლმადიდებულ ეკლესიას. აი ასეთი
მოკლე ესე იგი მთავარი თეზისები ამ შეთანხმების რაც არის, ამ პროექტის რაც არის, რაც ტრაპასობრივია. კი, მაგრამ ეხლა რა არის, ნახეთ, თქვენ ახლა თქვენ ჩამოთვალეთ ის რაღაც ზოგადად ჩამოთვალეთ ეს პუნქტები, ხო, მაგრამ ეხლა მე გავეცანი მაგ თვითონ მაგ გეგმას, რომელი გეგმაც წარადგინა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, მაგრამ იმაშია საქმე, რომ რუსეთი ამ გეგმას არ დათანხმდება, იმიტომ რომ იქ რაღაცები არის შესასწორებელი და რაღაცები არის შესამატებელი და ამის გარდა კიდევ რუსეთი მოითხოვს არათუ უკრაინის შეერაღებული ძალების კონტინგენტის 500,000-ზე დაყვანას, არამედ სრულ განიარაღებას. ფაშისტური დემილიტარიზაცია. აბარა, ამას მოითხოვს რუსეთი კატეგორიულად. ფაქტის ახალზე არის, აქ მთლიანად მთელი უკრაინის შეერაღებული ძალები იყვნენ ფაშისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული და ის არ არის გამორიცხული, რომ ხვალდაზე კიდევ ახალმა კიდევ არ იფეთქოს, ხო? როგორც ეს იყო დაკონსერვდა და დაუშვათ 56 წელს თუ 55 წელს და ეს თითქოს და ეს ბანდერას მინდევრები და ესენი იქ და განადგურებული და თითქოს და მაგრამ შემდეგ ახლა იჩინა და შეთურმე აგერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეფუთეს ესა ფარულად უკვე მიმდინარეობდა ამ ორგანიზაციის შენარჩუნება და ეს იდეოლოგიის ნენელა ფეხის მოკიდება და ბოლოს აგერ იფეთქა ამ ყველაფერმა, ხო? აი ამ ვიღოს პატრონტრისთან უკვე კრემლი განაცხადეს ძალიან კარგად უკვე გაცხადებები მოდის კრემლიდან რომ და ესე იგი კრემლთან დაახლოებული პირებიდან რომ უკრაინაში უკვე არასდროს არ აღსდგება ანტირუსული ფაშიზმი, საერთოდ არ აღსდგება. ისინი უკვე აღარ დაუშვებენ უკრაინის მილიტარიზაციას, ესე იგი რუსეთის საწინააღმდეგოდ. ისინი უკვე არ დაუშვებენ უკრაინაში მის გვერდით ყოფნას ანტირუსულ პროექტს უკვე აღარ დაუშვებენ. მოახდენენ ისინი როგორც იყო ამ ანტიტერორისტული კამპანიის მთავარი ეს რა იყო დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და რუსული ენის დაბრუნება. აი ამას ყველაფერს ისინი გააკეთებენ. თუ ესე იგი რო ვთქვათ ახლა ხო თუ ამაზე საერთო ჩონჩხში ახლა შეთანხმება იქნა მიღებული, აი ეს უკვე დეტალები როგორ მოხდება, ხო? ეს უკვე ამას ეს იქნება ასე იქნება. არავითარ შემთხვევაში მოსკოვი უკვე არ დაუშვებს. ნახევარ ესე იგი იმას ხელმოწერებს ნახევარ შედეგებს არ დაუშვებს. რუსეთმა ამდენი დიდი მსხვერპლი არ განიცადა იმისათვის რომ ეს ესე იგი გაყინოს ეს კონფლიქტი და შემდეგ კიდევ მომავალ თაობაში კიდევ გამოიჩინოს კონფლიქტი. ამას უკვე დღევანდელი კრემლი აღარ დაუშვებს და ამას გააკეთებენ ერთად. რა თავარია ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ზელენსკი ამას რის სანაცვლოდ მოაწერს ხელს ზელენსკი ამ დოკუმენტზე. ახლა როგორ შეიძლება საერთოდ როგორ ხდება? გეტყვით ახლა. ნახეთ, ამ ხელა დანაშაულებები აქვს ჩადენილი ზელენსკის. ახლა გინდა არ გინდა ფაქტის ახალზე არის, ხო? უკვე გამოჩნდა, ხო? თლიანად უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიღაბი ჩამოხსნა თვითონ თავის ხალხმა ჩამოხსნა ნიღაბი ჩამოხსნა თავისმა ხალხმა, ხო? ანუ ესე იგი აქ ის კი არ იყო მნიშვნელოვანი ომში იქ რა მდგომარეობა ექნებოდა წინახაზე როგორ ჩატარდებოდა მიმდინარე სამხედრო ოპერაციები და როგორი მიმართულებით აწარმოება ექნებოდა. აქ მათ პირველი პრიორიტეტი და პირველი მნიშვნელოვანი ხონიათ კორუფცია და ამ ფულების გათეთრება და კაპიტალის გამდიდრება და უკან წაღება, მაგრამ შეხედე ხარ ხდება კარგი, აქ მარტო ზელენსკის გარანტიებზე ხო არა საქმე. მარტო ზელენსკი ხო არ ჭამდა ამ ფულებს, ხო? ის ხო მარტო ხო არ იძება ჯიბეში. იმის გადა რომ ის თავის გარემოცვაში ყველაფერი იმაშებოდა, ხო? ეს თანხები მიდიოდა. აქ ხო ზელენსკი და მისი გარემოცვა ევროკავშირის და ბაიდენის და ჰარტერ ბაიდენის და მაკრონის და იმისი გერმანიის კანცლერის პირველის ახლანდელის ინგლისის ხელმძღვანელობის ურსულას ხელმძღვანელობის ამათ გარეშე ამას ხო ვერ გააკეთებენ. არავითარ შემთხვევაში. ესენი ხო აბა ეხლა რა ისინი ესე იმათ გაატარებდნენ ამას და ასე იმათ იმას იდნენ გაჩერდებოდნენ რომ მაღათი წილი არ ყოფილიყო ამ თანხებში. ანუ ესე იგი აქ რა ხდება? მარტო ზელენსკი კი არა, იმათაც უნდა მიიღონ გარანტიები, ხო? მთელი ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც არიან იმ ფაშისტების და ნაცისტების შთამომავლები, რომლებიც ახლა ევროკავშირის ქვეყნებში არიან მართველ ხელმძღვანელობაზე დანიშნულები, არჩეულები, ამათმა ყველაფერი თავისთავად გამოიშკარავეს. დღევანდელმა აი ამ ხელისუფლებამ გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის და სხვადასხვა ესე იგი ევროკავშირის მთავარმა სახელმწიფოების ხელმძღვანელობამ უკვე თავის კომპრომეტირება მოახდინეს ამით. დღესაც ისინი ეწინააღმდეგებიან, რომ უკრაინაში ომი არ დამთავრდეს.
აი ახლა გეტყვით ახლა გუშინ გამოვიდა კიდევ შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რა თქვა? ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან ესე იგი ენერგო რესურსების ვაჭრობაში დახარჯეს 124 მილიარდი ევროთი მეტი თურმე ვიდრე უკრაინაში თავიანთი თავდაცვის ევროკავშირის თავდაცვის მიზნით უკრაინაში ინვესტირებული თანხებისაგან. აი 124 მილიარდი თურმე ესენი ვაჭრობენ რუსეთთან. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ასე საზოგადოებრივ თქვენ რომ ახსენეთ, წამლავენ საზოგადოებრივ გონებას და ანტირუსულ ესე იგი ისტერიას აჩაღებენ ყველგან, თუთან ამ დროის განმავლობაში ომის 124 მილიარდით აქ პლუსი. თქვენ წარმოიდგინეთ, და უკრაინას აძლევენ რაღაც ისეთი იმას ნაკლებ იმას რომ უკრაინელი ხალხი დაიხოცოს და არ გამარჯვებისათვის ან რამესთვის კი არა უკრაინის განადგურებასა დახაზე. აი ეს არის ორპირობა. ეს არის დღევანდელი ესე იგი ამორალიზმი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის ამორალიზმი, რომელსაც ჩვენი საქართველოს ხელისუფლება ყოველდღე აღნიშნავს. ამ დიპსტეიტისა და რა ესე იგი ჩვენი ხელისუფლებას რამხელა წნეხი აქვს აი ამ გერმანიის თუ საფრანგეთის და სხვადასხვა ქვეყნებისაგან. ეს არის დღევანდელი ესე იგი დასავლეთ ევროპის ხელმძღვანელობის, ევროკავშირის ხელმძღვანელობის ამორალიზმი. ძალიან დიდი ესე იგი არ ვიცი რა ამას რა დავარქვათ. ესე იგი ისეთი საქმიანობები, რომლებიც თვითონ ევროკავშირის უკვე სისტემას უკვე შეუდგა წყალი. ევროკავშირი უკვე ვეღარ იარსებებს ასეთი იმით, რომელიც დღეს არსებობს. და აი ეს არის ამის მაჩვენებელი არის, რომ უკვე ევროკავშირის უკვე უნდა ან დაიშალოს, ან სხვანაირი მიიღოს სხვანაირი ფორმები. თუ არა, დღევანდელი სახით ევროპელები და ევროპა უკვე ასეთი მიდგომა, ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ, ასეთი მიდგომა საზოგადოებრივ წინააღმდეგ და თან კიდევ შეხარ ჩართრეული მრავალ მილიარდიან კორუფციაში, რომელიც გასაჯაროვდა, ეს არის მიუღებელი. ამას თვითონ ადამიანის ცივილიზაცია, დღევანდელმა ცივილიზაციამ ეს არ უნდა მიიღოს. ასეთი ამორალიზმი და ასეთი თამაში. რომ ესე იგი და თან ეს ხდება უკრაინელი ხალხის განადგურების ხარჯზე. უკრაინელი ხალხი უკრაინის განადგურების ხარჯზე ეს ხდება ყველაფერი. ყველაფერი ეს კორუფცია, ყველაფერი ეს ბენზურის საქმეები ხდება უკრაინის განადგურების ხარჯზე და აი ამასაც დაესწრება საკითხი. როდესაც უკრაინის შესახებ დაიდება ხელშეკრულება, ეს მორიგდებიან და ეს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი უკვე მორიგდებიან უკრაინის შესახებ, ეს უკვე ახლოსა შორს არ არის უკვე ეს დრო, ხო? როდესაც მორიგდებიან, მაშინ დაისმება საკითხი ყველა იმ, ესე იგი, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრძოლა მიდის ახლა მათ შორის, ესე იგი ომის მომხრეებსა და ომის წინააღმდეგობის შორის. ტრამპს ძალიან დიდი წინააღმდეგობები ყავს, და ამიტომ ყველა ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ მათ მოხდება შემდეგ ამის გამოძიება, ვინ იყო ამის იდეური ჩამმართველი და როგორ ესე იგი ხდებოდა პოლემიკის მიტვისება. ბატონო შმაგი, ჩვენ უკვე ხო იწურება და ნუ ახლა ძალიან სამწუხარო არის, ჩვენ დროში ვერ ვეტევით, მაგრამ ფორმატი ასეთი არის და ასეთან ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით პროდიუსერებს და ხელმძღვანელობას, მაგრამ მე მინდა შევახსოვოთ ჩვენს ტელემაყურებლებს და ჩვენს საზოგადოებას, თვითფასო ტელემაყურებლებო, ნახეთ კიდევ ერთხელ და გააკეთეთ ანალიზი დასკვნები. ვისთან აქვს საქმე და რა კონტინგენტი და რა კატეგორია არის ეს ექსპერტები, ეს ანალიტიკოსები, რომლებიც აი ესეთ ანტისახელმწიფო პროპაგანდას ეწევიან ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში და ქმნიან ომის კერებს თავიანთი ბინძური პროპაგანდიდან გამომდინარე. და ასევე ახლა გამოყვეს თავები კი თუ აგეთ თეონა აკუბარდია არის და ამას აფასებს რომ ესე იგი რუსეთმა სტრატეგიულად წააგო ეს ომი მომისმენია თეონა აკეთ შენ რა იცი შენ რა არის ომი და რა იცი რა არის ეს სამხედრო. ეს გამოჩნდა კი თუ აგერ ეს ბაბუცა პატარაია ვერ გავიგით ეს ხალია კაცია რა უნდა რა იმას მისდევს ცხოვრებას და რუსეთსო გამოელიაო ტექნიკაო შეიარაღებაო და კვადროციკლებით და მოტოციკლებებით ომობენ ახლა ისიც კი არ იცი შენ სადღა უნდა გამოიყენოს საომარი მოქმედებების დროს გენერალურმა შტაბმა მისი გეგმების ამიხედვით და სადმა გამოიყენოს კვადროციკლი და მოტოციკლი და სად მძიმე ტექნიკა და გააჩენით რაც არაა თქვენი საქმე ხო მიაყენეთ ერთი ადგილი გაიგე რომელიც გაქვთ მოსწრილი გაიგე და რომელიც გაქვთ გაყიდული
უცხოეთის სპეცსამსახურებზე. იცოდეთ, მოვა დრო და ამ თქვენი ბინძური პროპაგანდასთან დაკავშირებით პასუხს აგებთ. მარტო ზელენსკი კი არ აგებს, ზელენსკის გარემოცვა და ზელენსკის იქაური პროპაგანდისტები ამ სისხლისღვრასთან პასუხს თქვენს მოგეთხოვებათ, აი რომლებიც გამოდიხართ 24 საათი და დღეს უკვე მოსკოვში ხართ პუტინის კაბინეტში და დროშებს აფრიელებთ. თქვენს მოგეთხოვებათ პასუხი იცოდეთ. ნუ შეხართ საზოგადოება შეცდომაში, ნუ ატყუილებთ ადამიანებს, გაიგე? და თქვენი მოტყულებიდან გამომდინარე ხალხს აურიეთ ეტოვინი და გონება. ნუ არ გინდათ, გაჩერდით. გაყიდულები ხართ, უყველა ხართ ნომრიანი აგენტები, გაიგე და ამაში გიხდიან ფულს ამ ბინძურ პროპაგანდაში. დიდი მადლობა თვითონ ტელემაყურებლებო, რომ გიყურებთ, კარგად გზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად გზადებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.